ყველაფერი ასე დაიწყო. გადავწყვიტეთ შეგვეძინა ქათმები. ფერმერობა მოგვინდა რა? დიდი ხნის ძებნის მერე გადავაწყდით ნახმარ საქათმეს, რომელსაც Facebook მარკეტზე ყიდი და ერთი შეუთანხმდით და დავიბარეთ დღეისთვის. რამაც დიდი სიხარული გამოიწვია ბავშვებში და ერთი სული ჰქონდათ, როდის წავიდოდნენ წიწილების საყიდლად, მაგრამ ჩვენ გვინდოდა კონკრეტული ჯიში და დედლები. გვითხრეს რომ ერთ მაღაზიაში ყავდათ, ჩვენც იქით გავეშურეთ, სამწუხაროდ რაც ყავდათ, იყო შერეული. რას ნიშნავს შერეული? ანუ დედალ მამალი იყო არეული და ასევე ჯიშები, ის ჯიშები, რომელიც ჩვენ გვინდოდა, ის ჯიშები არ იყო. ჩემს ქალაქში მხოლოდ დედლების ყოლაა შესაძლებელი და ისიც 6 ცალი. მამლის ყოლა არ შეგვიძლია. არ ვიცი რატო, ესეთი რეგულაციებია. რა გვექნა დავრეკეთ სხვა მაღაზიაში, დავწმუნდით რომ ის ჯიშები იყო, რაც ჩვენ გვინდოდა და იმაშიც დავწმუნდით რომ ყავდათ დედლები. რა უნდა გვექნა, წავედით რა. გზაში ანდრუშკა ძალიან განიცდიდა, მეც განვიცდიდი იმ პონჩი რომ, ბავშვების პონჩი ვითომ. მაგრამ ახლა საქმეზე ვიყავით გამოსულები და გვინდოდა ეს ამბავი გამოსულიყო რა. მივედით და იმაზე მეტი წიწილები ყავდათ, რაც ჩვენ გვინდოდა. ზუსტად ის ჯიში, დედლები, მოკლედ ავარჩიეთ ჩვენთვის ეს წიწილები. ავიღეთ ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა ამ ამბისთვის, განათება, საჭმელი. You excited guys? Yeah. Oh god, the noise. Don't become scared. Oh, nice try. Just one or two? Show me, Aya. All right, put it. Good, put it. Go ahead. Cute. Go ahead, put it there. Okay. We will. ბარემ ასეთ მაღაზიაში ვიყავი და გადავწყვიტე რომ ხაფანგები ამეღო. ყოველი შემთხვევისათვის. ზოგი სამაიმუნო. ზოგი მართლა ყოველი შემთხვევისათვის. მე და არიმ გადავწყვიტეთ რომ ცოტა გვემაიმუნა. ისე გემოვნება მამასი აქ. მოწონს კაი რაღაცეები. You like it? That's pretty cool. Can you order it? No. That's at 2,500. What? Yeah. Are you kidding me? No, look at that price. მაგრამ ძალიან ძვირები იყო. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერაფერი ვერ უყიდე. გადავიხადეთ ყველაფერი, წამოვედით სახლისკენ, მაგრამ გზაში ერთი რამე შევამჩნია. ანდრია წიწილებზე იყო დამოკიდებული. მოვედით სახლში, გავამზადეთ წიწილებისთვის ახალი სახლი. დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე სახლში უნდა გვყავდეს, სანამ წამოიზრდებიან, თან გარეთაც ცივა და ცოდვები არიან. ჩაუდეთ საჭმელი, სასმელი. No. No. He had little heads. Alright, who's gonna release the chicks? Bring the chicks here. Two hands. Like that. Then make sure they don't jump. Yalla. Here. Oh, it's gonna jump now. Oh god. Good job, Aro. რა მაგარი ტიპები არიან გახედეთ. რაჯიში ანდრია, what kind are they? ასტროლობი, რავი, რაც არის. მოკლედ, ეს არის საჭმელი, ამოთი, ეს არის სასმელი. ახლა დავამაგრებთ განათებას, რომ თბილად იყვნენ. გაუკეთეთ განათება, რადგან თბილად იყვნენ
და დაახლოებით 4-დან 6 კვირა მოგვიწევს ამათი გაზრდის ლოდინი. როგორც ხედავთ, ბავშვები ბედნიერები არიან, მეც ცოტათი ბედნიერი ვარ, რატომაც არა, ახალი გამოცდილებები, ახალი კონტენტი YouTube-ისთვის. ინა კვირას წავედი და მოვიტანე ჩიტების საჭმელი. აი ესე გამოიყურება ეს ჩიტების საჭმელი. მოდიან და ჭამენ კიდევაც, მაგრამ პრობლემა რა არის, იცი? აი აქედან როგორც კი დაგვინახავენ, ეგრევე მიფრინავენ ხოლმე. სულ ცოტა ხანში მოგვიტანენ საკათმოს, რომელიცშიც რომ გითხრათ რამდენი გადავიხადე, მოდი გამოიცანი რა, რამდენი გადავიხადე და ვიდეოს ბოლოს გეტყვი ზუსტფას რა გადავიხადე საკათმოში. აბა, რა შეაგეთებს ხალხი ამერიკაში. ხო, ერთი ისაა, რომ ძალიან ყანყალებს ეს რაზეც დავამაგრებ. დიდი იმედი მაქვს არ ჩამოვარდება. ანუ კი არის ქვევიდან გამაგრებული, მაგრამ აი თვითონ ეს ძალიან ყანყალებს. რა ვიცი. მოკლედ რო გვაჩვენებს. ნუ ეს არის რაც არის. ამასობაში ჩვენ საკათმეც მოვიდა. ხო, ამ საკათმეში გადავიხადეთ $1275 თავის მოტანიანად. ისე მაგრა კი ვიძვალეთ. კიდე უფრო შორს მინდოდა ამის დადება, მაგრამ კიდე კაი ასე მოხდა. მოკლედ, აგერ არის ჩვენი chicken კუბი, ანუ საკათმე რა. საკათმე ეძახე შენ და იმის თანასახლი აქვს რო. ნუ დღის უკზე უფრო განახებ მე. ასე გამოიყურება შიგნით. საკათმეა რა. ნუ ამ ჩემთან ამ ქალაქში 6 ქათმის მეტი ყოლა არ შეგიძლია, ასე რომ აი ასე. აქ გარეთ რო არის ტანტალონ და ეს რო არ გააფუჭონ, აქ ირბენენ ხოლმე რა. და განათებაც მუშაობს შვენივად. აი, რა გინდა რასაც. ხო, ორიგინალი ვერსია იყო, რომ აი იქით დაგვედო. აი იქ, მაგრამ იმდენად მძიმე იყო, მეგობრებო, გადმოსატანოთ, რომ აი იქ ამაღლებულზე, აი იქ გვინდოდა დაგვედო, მაგრამ აქაც არ არის მგონია უშნოდ. ამ ვიდეოს ხარისხი თუ არ მოგეწონა, არ არის პრობლემა. მთლიანი ეს ვიდეო გადაღებულია iPhone 14 Pro Max-ით და აუდიო ჩაწერილია უკვე სტუდიოდან. გამოიწერე არხი და ლაიქე ვიდეო და შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. Peace amigos.